გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი 10 დღიან რეაბილიტაციის კურსს ქობულეთის სანაპირო კურორტზე გაივლის. პროგრამა მიზნით ისახავს ვეტერანების ფსიქოსოციალურ გაძლიერებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის მერია როგორც იცით ახორციელებს სხვადასხვა მემართულებით დახმარებებს და პროექტებს, მათ შორის არის ეს სოციალური პროექტებიც, რომელიც ფინანსდება მერიიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ დასვენებლად წავიდნენ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები. 10 დღით არიან წასულები დაახლოებით 20 კაცი და გორის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოს მათი დაფინანსება. ანუ პროექტის სახით არის ეს ყველაფერი წარმოდგენილი. გარდა ამ პროექტისა ჩვენ ვაფინანსებთ კიდევ მსგავსი ამ მიმართულებით მხოლოდ სამიზნე ჯგუფები იქნებიან უკვე სხვადასხვა. ესენი არიან დევნილები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის უსინათლოებიც. გვაქვს ესეთი მსგავსი პროექტები, რომელიც ამ დაკმაყოფილდებიან უკვე დასვენების პროგრამით. და მუნიციპალიტეტი ამ ხარს უჭერს მოკლედ ამ პროექტებს.